ამერიკის ეს ცოტა მონროების ხსენება და ასე შემდეგ ეს იზოლაციონისტური განწყობები ხმის მაღალ რისკს იმისა, რომ და მათ შორის ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ამერიკის რბილი ძალის გავრცელების ფაქტობრივად ყველა ინსტრუმენტი ტრამპმა პირველ დღეებში მოაშთო საერთოდ USAID-დან დაწყებული და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ღირებულებითი დემოკრატიის გავრცელების ინსტრუმენტები, რითაც ეს ხდებოდა, ხო? დიდწილად ფაქტობრივად ეხა საერთოდ ეს ლიკვიდირებული არის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, ხო? დაუახლოვდება ეს გავლენის ზონების შექმნის მაღალი ალბათობას წარმოშობს. მე ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა რაღაცა ამ საერთაშორისო აქამდე არსებული წესრიგის ესეთი რყევა გამოიწვევს იმის, რომ სადღაც საზღვრები დადგება რა. აქ ჩემი გავლენის ის არის და იქ შენი გავლენის სფერო არის, იმიტომ რომ სხვანაირად თუ შენ უშვებ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ეს საკითხები გახდეს ვაჭრობის საკითხი, ხო და რა ვიცი მე საერთაშორისო ასე თქვათ კი ფორმალურად ნორმატიული ბაზა რჩება საერთაშორისო არქიტექტურის არსად არ მიდის ეს ფუძემდებლური რაღაც კონვენციები, დოკუმენტები, გაეროს ისინი ხარტიები და ხელშეკრულებები, მაგრამ რეალურად შენ de facto ამ ყველაფრის თქვათ გადაბიჯებით ცული საერთაშორისო საზღვრებსაც და იმას de facto საზღვრებს და ტრანსფორმაციას ამ ურთიერთობების. აქედან გამომდინარე გულისხმობს იმას, რომ ამ ძირითადი აქტორები, სახელმწიფოები, რომლებიც ამას აკეთებენ, ხო, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და ჩინეთის პირველ რიგში მათი გავლენა სხვა სახელმწიფოების მასე პოლიტიკაზეც რაღაცა გეოგრაფიულ არეალებზე გავრცელდება და სად აღმოჩნდები შენ ასე დროს ჩვენთან მიმართებაში ვიძახი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ესეთი ამერიკის პოლიტიკა საგარეო, რომ მე ძალიან პრაგმატული და ჩემი ინტერესების და რაციონალური გათვლების გამომდინარე მოქმედებ, იქ სადაც ამის საშუალება ქმნის სწორედ იმის რისკებს, რომ ისევ როგორც დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა წელზე იყოს, ხო, რაღაცა გეოგრაფიული ალები ბუნებრივად თავის მხრივ გახდება გარკვეული ძალის ცენტრების გავლენის ზონები.